მოსამართლე თამარ მახარობლიძემ გამას მებრძოლი გიორგი კირვალიძეს ხდომათა დარბაზიდან ბოლო მოწმის გამოკითხვის დროს გააძევა. სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულ კირვალიძეს კითხვები საქმის მთავარ გამომძიებელ კონსტანტინე კერესელიძესთან ჰქონდა. აინტერესებდა, რის საფუძველზე მოხდა მისი დაკავება, თუმცა მოსამართლე მახარობლიძემ ამის შესაძლებლობა არ მისცა. პოლიციელმა ჩემი მიმართულებით სამჯერ ისროლა, სახელი დამიძახა და ისე მივედი კართან. ვიკითხე ვინმე სროლა თქო, ამიტომ ვარ ახლა აქ. სპორტსმენი ვარ, საერთოდ არ მქონია შეხება აქციასთან. მე არ ვაპირებ ამ სპექტაკლში მონაწილეობას. ჩრდილოეთ კორეა არა აქ. სტანდარტული მატყუარა ხართ. თქვენ მოწმე პოლიციელო, თქვენ ბიზნეს რობოტუნებო, ჩვენ კიდევ შევხვდებით. პოლიციელი კონსტანტინე კერესელიძე სინდისის 8 პატიმრის საქმეშიც ფიგურირებს. ის ახლა უკვე სასახლის ღობის საქმეში გამოჩნდა. ირკვევა, რომ მთავარი გამომძიებელი 4 ოქტომბერს შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ მისულა. საქმის მთავარი მტკიცებულება ფოტომასალით ნახა. სიმბოლურად დაულუქავი ღობა კი ცერემონიალების სასახლეში დაათვალიერა. შემთხვევის ადგილზე არ გავსულ ვარ, ფოტომასალა არ მაქვს, მაგრამ ვიყავი ადგილზე, დაცულ ტერიტორიაზეა. იქ ვერავინ შევა და არანაირი ბუნებრივი ზემოქმედების კვალი არ აქვს ღობეს. ყველა კამერა იქნა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული. მე შემთხვევის ადგილზე არ ყოფილ ვარ. ვნახე ვიდეოები და იქ იყვნენ პოლიციელები სპეცმასკებით. ამის ტარების უფლება მოქალაქეებს არ აქვთ. თელმა საქართველომ ნახა ვისრა ეკეთა. ღობე მოცულობიდან გამომდინარე ვერ დაილუქა. ხელწერილი საფუძველზე ჩაბარდა სპეციალური დაცვის სამსახურს. მითითებულია, რომ არ უნდა დაზიანდეს და არ უნდა გასხვისდეს. 13 ბრალდებული საქმე დასკვნით ეტაპზეა. პროკურატურამ დღეს მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა. საქმეში ამ დრომდე არდევს მობილური ტელეფონების ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებდა პროკურატურის ვერსიას, რომ დაკავებულები ჯგუფურად წინასწარ შეთანხმებით მოქმედებდნენ. ამ ადამიანებს ერთმანეთში კონტაქტი ჰქონდათ თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს იმასთან დაკავშირებით ჩაიდნენ თუ არა დანაშაული. ამ ადამიანების მიერ ჯგუფურობა რითი მტკიცდება მაშინ ბატონო როინა, როგორ აადასტურებთ რომ იყო ჯგუფური? ჯგუფურად განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები ჩანს ვიდეო ჩანაწერებზე, რომელიც თქვენს კარგად ნახეთ, რომ ეს პიროვნებები ერთობლივად ძალადობენ მათ შორის დაზარალებულებზე, მათ შორის ცდილობენ შეჭრას პრეზიდენტის სასახლეში და ახორციელებენ სხვადასხვა ძალადობრივ ქმედებებს. ის რომ ეს პიროვნებები არ იცნობდნენ ერთმანეთს, ამას მუხლის კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა შემდეგ პროცესზე მტკიცებულებების გამოკვლევას დაცვის მხარე დაიწყებს. ადვოკატები ამბობენ, რომ პროკურატურის მოწმეები დადასტურდა ის, რომ საქმე შეკერილია. საქმეში არდევს ბრალდებულების მხრიდან ჩადენილი დანაშაულის ამსახველი ვიდეო მასალა. იურისტები ამბობენ, რომ ნახეს მხოლოდ ზოგადი კადრები, რაც გამამართლებელი განაჩენის საფუძველია. საბაკორძაიას ედავებიან ჯგუფურ ძალადობას. გამოვიკვლია დღეს ვიდეო მტკიცებულებები, სადაც გამოჩნდა, რომ არათუ ძალადობა, საერთოდ ჯგუფში მონაწილეობაც არ არის. დაუდგენელია, როდის არის გადაღებული ის ვიდეოები, ვის მიერ არის, თარიღი არ არის, არაფერი არ არის მინიშნებული და ერთადერთი სურათია გადაღებული. ეს სურათის წარმომავლობაც ჩვენთვის უცნობია. აი ამით რა ფონზე უნდა გაასვლა და როგორ უნდა რომ გამოვიდეს გამომყენებელი განაჩენი, ჩვენთვის უკვე უცნობია. გამოვიკვლიეთ ვიდეო ჩანაწერი, რომელიც უშუალოდ სიმონ მახარაძის ჩემი დასაცავი პირის ნაწილში ერთადერთი შესაძლო მტკიცებულება იყო. არ ჩანს სიმონ მახარაძის მხრიდან რაიმე კონკრეტული გამოკვეთილი ქმედება, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. ეს რო ღია იყოს ჟურნალისტებისთვის, ვინც ამ ყველაფერს ნახავდა გაშუქებულს, ყველა მიხვდებოდა, რომ ეს პროცესი ემსახურება მხოლოდ ერთ რამის, იმას, რომ ქართულმა ოცნებამ საკუთარი პოლიტიკური ოპონენტები დასაჯოს და ამ პროცესში სინამდვილეში ირჩევიან ადამიანები, რომლებიც არიან უდანაშაულები და არაფერი კავშირი არ აქვთ იმასთან, რასაც აბრალებს ამ შემთხვევაში მათ ბრალდების მხარეს. მოსამართლე მახარობლიძემ დღეს აღკვეთი ღონისძიებაც გადასინჯა და ყველა ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. იურისტები ფიქრობენ, რომ ამ მტკიცებულებების საფუძველზე პატიმრობა აბსურდულია.